ხარ, ჩემი ტოლები ხარ, ჩემი შვილების ტოლები ხარ და ჩემი გულის ტვილი მინდა გითხრათ, რამაც აქ დაგიძახეთ უბრალოდ და რამაც შეყურება აქ რა, რისთვისაც მოვიდით. ეს არის პირველ რიგში ჩემო კარგო ის პრობლემა, რასაც ხედავ პირველ რიგში მოსწავლე ახალგაზრდობის რომ იტყვიან გახცნა მთლიანად. ეს აიწყება სკოლიდან მთლიანად, ესე იგი დაგვავიწყეს რა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ჩვენი ხევის ბერი გოჩა, სადაც ღალატის ფასის რას ნიშნავს ღალატი, ეს დაგვავიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ცხოვრება ხევს, სანამ ხევის ბერი ცოცხალი იყო, მანამდე უნდა ხსომებოდა, რამხელა ზიანი მიიღო იმ ხევმა და ასე ხდებოდა ერშიც და ბერშიც იმ თავიდან. ეს არის კიდევ მეორე ვაჟა-ფშაველაზე მინდა თქვა, დაგვავიწყეს მისი გენერალური გამოთქმა, რაც უნდა ჭირი მომკერძო ბილს არ შევეზავით, კიდევ ბევრი რაღაცა. ეს პატარა თაობა, მომავალი თაობა, აი 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით რა. წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები, რომლებიც გაგვწიეს გამზადებულები ვართ და არიან ესენი ემიგრაციისთვის. გამზადებულები არიან იმისთვის, რომ რამდენიმე წლის წინ შემოიგეს კანონი მარიხუანა რო დაუშვეს მოხმარებაში და შემდეგ დღეს კიდევ ეს ახალგაზრდებს დასდევენ და ესე იგი იმაში დევნაში და ესეთ იმაში ვარ რა ნუ მდგომარეობაში რაც ამ ახალგაზრდებს ფაქტურად დაგვაკარგუნებს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შემდეგ 25-დან 60 წლამდე რო ავიღოთ ჩვენი ასაკი, ჩემო კარგებო, ეს არის ეს ადამიანები ვართ, ვინც უკეთით ის ძალიან ბევრი ემიგრაციაშია. დანარჩენები კიდევ აი ეს ზოგი იმით რა ქვია სამსახურებით აიპებს შიმეებში დაგვასაქმეს და აი გვეუბნებიან რომ შენ ბიჭო ხმარ ამოიღო და ჭკვიანად იყავი, თორემ მე შეხება მქონდა თიანში ბევრ ადამიანთან და ვერ გამოვდივართ, იმიტომ რომ აი სამსახურებში გვაქვს ზეწოლა 300 ლარი 400 ლარი გვაქვს ხელფასი და როგორ უნდა ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ეშინია რა ხალხს და ბოლოს პენსიონები რომელიც საერთოდ არ აინტერესებს მთავრობას 400 ლარიანი 500 ლარიანი პენსია და მე 15000 ლარიანი ისე ხელფასი დინას პარლამენტ დინას მერის 5000 ლარიანი ამ ხელას ხაობა უბრალოდ უხერხულობის განცდას რო არ აქვს ადამიანებში ძალიან მაგრად მეკვლისებს და ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ხრი აი ეს და ხორცით რო შემძრა და მძრავს დღესაც რა ეს არის არაბების უკონტროლო და ხომელების უკონტროლო შემოდინება საქართველოში. ეს არის ჩემო კარგებო, ჩემი შეხედულებით უცხოური სპეცაგენტების მიერ შემოშვებული ადამიანები, რომლებიც ესე საღი მარცვლები ითესებიან საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მიწაზე. შემდეგ ესენი აიყარებიან, ამოიყებიან და ყვილად გვეგონებიან ჯერთოს ბაყილოებით, სუსტები არიან და ვერაფერს ვერ გვავნებენ, მაგრამ გაიზრდებიან ესენი, ატყევდებიან და აი ამ ატყევებულში მე ჩვენ მომავლებს დაუწყებენ დევნას და გარეკვას. ესე რომ ცოტა ხანში საქართველოს ხელში აღარ დავშვება ჩემო კარგებო. ერთი რაღაცა მინდა გაგახსენოთ რა, ჩვენ თიელი ხალხი ვართ რა და ზუსტად მაგაზე ვარ მოტივირებული. იმ თავიდან ისტორიუდან საქართველოს სასიცოცხლო ძარ გვიყონთა და ჩვენ ვართ ის მთის ხალხი, ვინც კარგად უცდით იმ კულტის პატივისცემა, რასაც ქვია მანდილის პატივისცემა, ნამუსის კულტის პატივისცემა და კიდევ სტუმარ მასპინძლობა და რომელი ერთი შემოკარგება. სწორედ ეს იკარგება დღეს ჩვენში და აი ამას უნდა მივაქციოთ ხდება. აი ეს უნდა წამოვწიოთ წინაპლანზე, აი ამით უნდა გავერთიანდეთ, რომ იყო ოდესღაც ჩვენი წინაპრები, რომლებიც აი ამ ერთმანეთის სიტყვით, ერთმანეთის გადაძახილით, აი ამ დატოვებული მადლით ერთიანდებოდნენ და შემდეგ როგორც ზვავი და მეხიკე ვატყდებოდნენ დიდ ბარში მოსულ მტესს და ვერ იგებოდით. მინდა რომ თიანეთი გახდეს ის მინდა ამბიცია არ მაქვს იყოს არაგუში, იყოს თუშეთში, იყოს ნებისმიერ საქართველოს კუთხეში საწინდარი უნდა გახდეს იმისა, რომ ეს ქართველთა დიდი გაერთიანება გახდეს დიდი ეროვნული მოძრაობის საწინდარი. რადგან მთლიანად საქართველოს უკვე გაყიდულია ყველამ კარგად ვიცით რა, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იყიდება ქართული მიწები და გვერეკებიან აქ. დღეს თუმრად მოვიდნენ ჩემთან, ჩემი პირადი მეგობრების მოდი, ყველა ჩემი მეგობრები ხარ, მაგრამ სვანეთიდან მოვიდნენ, კახეთიდან მოვიდნენ, დიდი მადლობა მინდა მოუხადო მათ ამ ჩვენთან სტუმრობისთვის. ასევე თბილისიდან ჩამოვიდნენ სტუმრად გაერთიანებული დიდი ქართული გაერთიანების დამფუძნებლები, ბატონი დემურ გიორგელძე, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და სხვა ჩვენი მეგობრები, გიგლა გობეჩი და სხვა ჩვენი მეგობრები. და მინდა რომ სიტყვა გადავცე ბატონ დავით ჭაბუკაშვილს, ერთ კიდევ ვიტყვი ბოლოში რა, მივმართავ თიანეთის მერიას და საკრებულოს. თქვენ კაი ხალხო თქვენა, 800 ხელმოწერა ჩაგაბარეთ ამ რამოდენიმე წლის წინ და ერთი ოფიციალური პასუხი არ დაგიბრუნებია. ეს
არ ვიცი ახლა თქვენ ეს საქციელი თქვენი რა თქვენ იმაში მორალში ჩაიხედეთ, მაგრამ მინდა რომ გითხრათ ჩემო კარგებო, იმის ნაცვლად რომ საკრებულოში სადღაც ტოლიან სოფელში გაიტანონ ჰექტარი და 20 მიასებზე თუ ჰექტარ და ნახევარზე ვიღაც არაბის მიერ შესყიდული მისაზე მისე თუ არა ნებართვა რომ იქ ააშენოს დასახლება ანუ კოტეჯები იაგო ჭოჭელაურზე თქვენ კაი ხალხო რა გაგიხდა და სხვა თიანელებზე ერთი განცხადებები შეაგროვა და გამართოს ხდომა და დაუნკიცო თავის სახლიდან აქვს 100 მეტრაში ეს რა ქვია თავის ნაკვეთი და აშენების უფლებას არ აძლევს და ისა ტოლიან სოფელში გინდათ რომ გაუპრავოთ ვიღაც არაბს კოტეჯების მშენებლობა კაცო სადაგ სამართალი არა გაქვთ ხალხო მითხარ ცოტა უნდა გავიღვიძოთ ხალხო გაიგეთ ყველა ეს მოსწულები ვინც არის რაი მე არ მინდა რა თქმა უნდა უხეშად და ესე ცოტა გადავიდე უფლებებს და მოსილებებს მაგრამ მინდა რომ თქვენზე მოგიწოდოთ როგორც თიანელები მერიაში საკრებულოში ჩვენი შვილები ვარ და ერთად დასდილები ვარ და ერთად უნდა დავდგეთ თქვენც კარგად ხედავთ და თქვენიდან მესმოდა მე ის სიტყვები რომ რა ვქნა თავზევით ძალა არ არის თავზევით ძალა თუ არ არის ჩემო კარგებო გადადეკით გვერდზე და ახალგაზრდები ყავს აი აქ არიან დღეს 5 კაცია ხვალე 20 იქნება დამერწმუნეთ რომ მართლა ესე იქნება ჩვენ ავართ ქართველები და ამ საქართველოს გულისთვის ბრძოლაში გიწევთ სულ ყველას გაგიმარჯვეთ ყველას დიდი მადლობა ძვირფასო თიანეთელებო დანო და ძმანო დღეს ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება ჩამოვედით თქვენთან იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო რაც ჩვენს ქვეყანაშია და უშუალოდ რომ გაგაცნოთ და დაგელაპარაკოთ თუმცა დღეს ყველა ინფორმირებულია მაგრამ მაინც გვინდოდა რომ ჩამოვსულიყავით და ჩაგხუტებოდით საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა უმძიმესი ჟამი მაგრამ აი დღეს დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა დღევანდელი ჩვენი ყოფა ჟამი ეს არის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე და უმძიმესი დღეს ჩვენი ქვეყნის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვართ ქართველები 92 წლიდან მას შემდეგ რაც დამხობილი იქნა საერთაშორისო იმპერიალისტების მიერ გარედან შეთქმულებით ეროვნული ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მას შემდეგ ქვეყანას მართავს ანტიქართული ანტისახელმწიფო გამყიდველი რეჟიმი 34 წელია მურვაყრუების ზია საქართველოს მთავრობაში ეს ჩვენ დასა გამოვფინეთ ეს არის ვაშინგტონი და კიდევ ბევრი გვაქვს ეს სულ საჯარო რეესთან ამოწერილებია მაგრამ რეალური მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე კვლევა ჩაატარეს უკვე სამეცნიერო წრეებში და აი ივანე ჩოლოყაშვილის ის იყო გამოსვლა მეცნიერებათა აკადემიაში და 1,140,000 ქართველი ქვეყანაში დარჩენილი ესე იგი აბსოლუტურად თბილისის გარშემო გაყიდულია მთლიანად უშუალოდ ვიმყოფებოდით დაბახმელა ოჯორის ხეობა მაღლა მთლიანად სულ მთლიანად ესე იგი ისე სწრაფად გაუკეთეს ესე იგი ინფრასტრუქტურა გაყვანილია მაღალი ძაბვის კაბელები ესე იგი ელექტროენერგია მიუყვეს ყველაფერი აბსოლუტურად მთლიანად გაყიდულია არაბებზე კომისი იქით საერთოდ წახვალთ რა ვიცი წავკისი ბაზალეთი გაყიდულია მთლიანად ისის გარშემო რომ მოყვებით კახეთში ხო იცით კიდევ რა ხდება და რომ მოყვებით ქართლიდან ქარელიდან რომ მოყვებით კასპი რა ეხდება ხედავთ ადევნე თვალს გოროვანი წეროვანი საგურამო საუკეთესო ადგილები თლიანად იქნება საქართველოს ტერიტორიების 70% გაყიდულია მეგობრებო თქვენ ხედავთ აი რამდენად ანტიქართული რეჟიმი ესე იგი ყველაფერს ანგრევენ ყველაფერი მოსპეს ეხლა განათლებას ურტყავენ თქვენ ალბათ ყველა მოისმინეთ როდესაც დაიბეჭდა ასავალ-დასავალში თითო ჩუბინიძეს ჰქონდა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან რომელმაც პირდაპირ ხელი დაადო პრემიერ-მინისტრს
რომ ნახე დოკუმენტი, რომ ხელს აწევს კობახიძე და ხელს აწევს ალიევი, რომ გადასცა დავით გარეჯი. ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს. ეხლა იმის ისინი გამოდიან იქ რაღაცა ტელევიზიები რო აქვს და დემაგოგობენ და ისევ ხალხს ატყუებენ. 2 კვირა გავიდა. არავის ხმა არ ამოუღია, ყველა დუმს. თუ კი ამ ხელა ღალატს გაბრალებენ, ბატონო კობახიძე, რატომ ხარ ჩუმად? რატომ ხარ ჩუმად თუ მართალი ხარ? აი ყველაფერი მოგონილიაო. თუ მოგონილიაო, უჩივლე შენ ხელშია პროკურატურა, შენ ხელშია სასამართლო, ჯიბეში გაქვს ყველაფერი, ხო? რატო არ უჩივით მაშინ? ან ჩვენ ქართველ ხალხს რატომ დაგვსინიხავთ? გვაჩვენეთ საბუთი, გვაჩვენეთ დოკუმენტი. გვეკუთვნის თუ არა ქართველ ხალხს დავით გარეჯი კიდევ? იმდენად გაუნათლებელი ხალხია ხელისუფლებაში. თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში, ესე იგი, არ ვიცი, ყოველდღე ზღვას გადადიან, მეგობრებო, სულში ჩაგვაფურთხეს დიდგორობას. ჩავიდა ეს ფეხბურთელი და მუხლი მოიყარა ათათურქის იმაზე საფლავზე. ზუსტად დიდგორობას. ეხლა თქვენ კარგად იცით, შაჰ-აბასი როგორ აწიოკებდა მე-17 საუკუნის დასაწყისში. მთელი კახეთში სისხლის კალოები რომ დააყენა და ეხლა ირანის საელჩომ 500 მოსაწვევი გაუგზავნა ზუსტად მაგ დღეს და აზეიმეს ეს გამყიდველი ხელისუფლება, ესე თითქოს იქ ზარზე იმით შესულან ეს საწყალიშვილი წინაპრები, როდესაც გადაასახლეს და თქვენ წაასხეს ფარასავით. ამაზე დიდი ღალატი, ამაზე დიდი არ ვიცი, აი რაღა უნდა იყოს ხალხო, გავიღვიძოთ. ჩვენ რატომ შექმნით ეს ქართველთა დიდი გაერთიანება? ჩვენ იმიტომ შევქმნით ეს, რომ არც ერთი პარტია, ყველა გამყიდველია, ყველა არის ხელისუფლების და რეჟიმის სამსახურში. ვერავინ ვეღარ უშველის ამ ქვეყანას. თქვენ ხედავთ როგორ დაარტყეს მართლმადიდებლობასაც. ფაქტიურად განულებულია საპატრიარქო აღარ არის. ხედავთ გარეჯი გაგვიყიდეს. ყველაფერს გვიყიდია, დაგვსინიან, საქართველოს მთელი მიწების 70% გაკიდულია. ერთი განცხადება გაგიგონიათ? მოუწევიათ წმინდა სინოდის ხმა, ვერ ახერხებენ. ვერ ახერხებენ, აღარ არსებობს. გადაკეტილია იქ შორენა თეთრუაშვილს და ჯაღმაიძეს და ლოთი კრიმინალი იაკობს. ქორეპისკოპოსად რო იწოდება, თუ რა ვიცი, წმინდა სინოდის წევრი და წმინდა სინოდში კიდევ კანონიერი ქურდი არის. კანონიერი ქურდი უნდა იყოს წმინდა სინოდში? აი ამ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ მეგობრებო, ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენ ეხლა ქართველებმა აი ეს ამ ეპოქაში, ამ უმძიმეს დღეში, როდესაც მთლიანად უკვე ელექტრონულად ყიდიან მთელ საქართველოს, ესეც გაუკეთეს არაბებს და ხვალ რომ გაიგვიძებთ შესაძლოა აი ეს ადგილი თქვენ აღარ გეკუთვნოდეთ და არაბს ეკუთვნოდეს. ვერ გაიგებთ ისე. ეგრე იყიდება მთელი საძოვრები, ყველაფერი. 500-მდე სოფელი აღარ არსებობს, საერთოდ მკვდარი ერთი ადამიანიც აღარ არის საქართველოში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, ვინც მართლაც ღირსეული ქართველები ვართ, ვისაც არ გვეთმობა ჩვენი სამშობლო და გაკიდულები არა ვართ, ერთმუშტად უნდა შევიკრათ, ვაწარმოებთ ჩვენ აღრიცხვას, რეგისტრაციას და ერთი დიდი ძალა წელსვე უნდა დავამთავროთ. აი ეს გამყიდველი რეჟიმი, ეს მურვაყუები, სხვა დრო ჩვენ აღარ, მეტი დრო ჩვენ აღარ გვაქვს. მეც ვეღარ აიტანს ეს ქვეყანა. ღმერთი იყო ჩვენი მფარველი, ეხლა სიტყვას გადავცემ ექსპერტს, პროფესორს, ანალიტიკოს, ბატონ დემუქ გიორხელიძეს. ემიგრანტებს დაბრუნდენოთ, ყვილა და შრომობენ, ყველაფერს წაართმევენ იმ ემიგრანტებში. მოგესალმებით. დიდი ძალაა ემიგრანტები. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ თიანეთში ვარ და მოხარული ვარ, რომ ხედავთ აქ. ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ აქ არ ჩამოვსულ ვართ პროპაგანდისტვის, არ ჩამოვსულ ვართ ხმების მოსაკრებლად. ჩვენ ჩამოვედით ჩვენნაირი ქართველების გვერდით დასადგომად. მე დგავარ თქვენს გვერდით, თქვენ დგახართ ჩემს გვერდით, ჩვენს გვერდით და ჩვენ ყველანი ერთად ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიყოთ, რადგან ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია.
ქართველების ყოფნა არ ყოფნის საკითხი ამ ქვეყანაში. ჩვენ მიტინგი არ აგვაქვს, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებით, რა კი არა გვაქვს ჯერ ისეთი პირობები, რომ სადღაც გქონდეს ოფისები, დიდი სათავსოები, დავჯდეთ იქ ვისაუბროთ, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ აქ სხვა არაფერი. ჩვენ ჩამოვედით და ყველგან ჩავალთ და დაწყებული გვაქვს ეს ჩასულები საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა სოფელში, სადაც კი სურვილი იქნება. ჩვენ არავის ვახვევთ თავზე, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ პერიოდში ვინმეს მოთხოვ არიქა მოდი და დადექი ამ ქვეყნის გვერდით, ჩვენ არა გაქვს ამის უფლება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს საშიში საქმე, ეს არ არის უხიფათო საქმე. აქ მხოლოდ ის ადამიანი მოვა, ვისაც აი ქიელკაც რა გესწავლებათ, მითხარი სისხლში და ხორცი თითოეულ უჯრაშია გამჯდარი საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის სიყვარული, წინაპრის სიყვარული, ოჯახის სიყვარული, სარწმუნოების სიყვარული, ხო? ამას ყველაფერს დღესაფრთხე აქვს. ჩვენ თუ ამ პროცესს მიუშვებთ ისე, როგორც მიდის, 5 მაქსიმუმ 7 წლის შემდეგ ქართველები ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფი იქნება საქართველოში, ეროვნულ უმცირესობაში მყოფნი, რომლებიც ვერანაირ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ვერ მოახდენენ. პარალელურად დაწყებულია ის, რაც გაუგონარია ხელისუფლების გამოისობით, ხელისუფლებების გამოისობით, მოდი ასე ვთქვათ, იყიდება ქართული მიწა, შემოყავთ 100,000-ობით არაბი, მუსულმანი, სხვა ქვეყნები, ინდუსები და ასე შემდეგ, მათ აქცია აქვთ ხელი მოწერილი მიგრანტთა აქცე და როგორც კი საბაჟო კონტროლს გაივლის მიგრანტი, რომელიც წინასწარ ცნობილია, კვოტებით შემოდის, არ შემოდის დაღლეტილ გასაბერნავზე ზღვით შეპარული ევროპაში როგორც ხდება, გინახავთ ყველას კადრები, აქ შემოდის სხვა ტიპის ხალხი, რომლებიც სახლებს ყიდულობენ, მანქანებს ყიდულობენ, ფილმებს ხსნიან, მათ დოკუმენტებს ახვედრებს საქართველოს ხელისუფლება და ისინი იწყებენ საკუთარ სახლებში ცხოვრებას, საკუთარ ქვეყანას ეპატრონებიან, ძალიან გულიანმა ქართველმა გუშინ დამირეკა სპეციალურად ტაქსზე მუშაობს. ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ კი იცით თქვენ სამსახურების მხრივ რა მდგომარეობა. თურქი მიჯდება მანქანაში, მეუბნება თურქული როგორ არიცი, რა არიცი, რომ დაიცოდე უკვე თურქული. არაბია და უკვე არაბს საკუთრად მიაჩნია ეს ქვეყანა, იმიტომ ყიდულობს ამას. არაბთან ჩვენ არაფერი საპირისპირო არ აქვს, არაბეთს ვეპატივცემ არაბეთში, მაგრამ ისინი მოდიან ოფიციალურად იხდიან ფულს და ყიდულობენ ამ ქვეყნის ყველაზე დიდ სიმდიდრეს. ხალხი ხელისუფლებებში და იმ მომსახურე ჯგუფებში იყიდეს უკვე სერიოზულად. ეხლა დარჩა ეს ხალხი და კი ამ ხალხის ყიდვა შეუძლებელია, ძალიან კარგად იციან, ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ მათ გაუსადლისი იყოს საცხოვრებლად. ნახეთ, როგორც კი ჩამოვედით ქალბატონება რა მითხრეს, ოჯახის წევრებს ვეღარ ვაკავებთ უკვე, რომ წასვაუდათ, იმიტომ რომ ამ საოცარ მხარეში, ამ მართლაც და აი ზღაპარში, იმიტომ რომ დედამიწაზე ასეთი ადგილები ზღაპარია, იმის ნაცვლად რომ ყველა ოჯახი წელში გამართული იყოს, დასაქმებული იყოს, არა და ეს ძალიან კარგად შეიძლება გაკეთდეს. ყველაფერი მოფიქრებულია, დაწერილია, უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის და თქვენ ნახეთ თავად გამოვიდა და რა თქვა, აქაურ ადამიანს იქვე თავის მამა-პაპის მიწას არ უმტკიცებენ და არაბებისთვის აი დავითმაც ახსენა აქ რომ საქართველოს ბიუჯეტის ფულით გზები გაუყვანეს, ინფრასტრუქტურა მიუყვანეს, ეხლა აშენებინებენ ყველაფერს. 28%-ია ქართველი ქალი საქართველოს მოქალაქე ქალებში ფეხმძიმე. საქართველოს მოქალაქეებს ვამბობ.
სომეხი, აზერბაიჯანი, ჩვენი მოქალაქე, ჩვენია ყველანი, ჩვენ ამას ცუდ კონტექსტში არ ვამბობთ, მე უბრალოდ ეთნიკურ ბალანსზე გეუბნები. ეხლა ამ ცოტა ხნის უკან მე დავსვი ასეთი საკითხი. კი მაგრამ ეს 100,000-ობით მუსულმანი რო შემოიყვანე არაბი. შემოდიან მათი გამრავლების ტემპი ცნობილია. 5 წლის მერე რამდენი ახალი ბავშვი გაჩნდება, რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქე იქნება, აქ დაბადებული ადამიანი. შენ იკლებ ოფიციალური სტატისტიკით მეტი ხალხი ხდება ქართველი, ვიდრე იბადება. ეხლა მითხარით, ჩვენ არა ვართ ჩინეთი. ჩინეთია შეშფოთებული, რომ დემოგრაფიაში გაუჭირდა და აღარ მრავლდებიან, ისე როგორც მრავლდებოდნენ. 1,300,000,000-იან ხალხს გაუჭირდა დემოგრაფიულად და განგაში აქვს დატეხილი და მილიონ ბატონ ჩოლოყაშვილს მე აბსოლუტურად ვენდობ, იმიტომ რომ წესიერი ადამიანია და ამ საქმის ცოდნა. მე 1,430,000 დავასახელე, როგორც მითხრეს, კონფიდენციალურად მითხრეს, იმიტომ თვითონ ვერ ამბობდნენ და მე არ გავჩერდი. უფრონა 1,430,000 კი არა, 1,200,000 რაღაცა არის ადამიანი დარჩენილი. აღარ არის, არა, 1,100,000 რაღაც. მილიონს გადასი. ეხლა მე თქვენ გეკითხები, რა გვინდა ჩვენ? თუ ხმები არ გვინდა, პარტია არ გვინდა, ისე ჩვენ გვინდა ყველა საღი ქართველის გაერთიანება, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა ძალა ქვეყანაში, რომელიც შეიძლება ამ პროცესს შეაჩერებდეს. ჩვენ ვართ ერთი, ჩვენ არა ვართ თქვენი უფროსები, აქ არ ჩამოვსულათ. ჩვენ ვართ თქვენ გვერდით, თქვენ ხართ ჩვენ გვერდით და ორივენი დგავართ ამ ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად. ასე თუ ისე კარგად ვიცი ისტორია, შახაბასის დროს არ ქონია საქართველოს იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე დღეს არის. რატომ? იქ ქართველი იბრძოდა და ელიტარული სპარსული არმიის ნახევარი საქართველოში განადგურდა. ჩვენ თუ არ აღვადგენთ იმ ჩვენს სულს, როცა ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნიან, რაც ნიშნავს ამ ქვეყნისათვის საფრთხე შექმნა, ესე იგი დროშის საფრთხე ექნება ჩვენ ოჯახებს. დროშის საფრთხე ექნება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. ეხლა მითხარით, ჩვენ ადამიანები უფროსი საშუალო თაობა, რომლებიც აქ არიან, მიხარია რომ ახალგაზრდებს ხედავ. კი მაგრამ ჩვენ თუ არ უშველით, ჩვენს შემდეგ აღარაფერი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნის დაცვას არ გესწავლება თქვენ 7 მილიონი მაგარი ქართველი კაცი და ადამიანი შეეწირა. ეხლა ის დროა, როდესაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყანას არ დაუთმობთ. არც ბიძინა ივანიშვილს დაუთმობთ, არც ამ ხელისუფლებას დაუთმობთ, არც ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც ხელს მოკიდებს და ამ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ ხელი მოკიდა საქართველოს. ისინი ყიდიან იმას, რომლის უფლებაც მათ არ აქვთ. ისინი ცვლიან დემოგრაფიულ ბალანსს, რომლის